ხო და რაკიღაც სიმკაცრეს ამერიკელები არიჩენენ. ამათი პოლიტიკა არის სხვანაირი. შეაქვთ ესე იგი რეფორმები, განათლება, შემდეგ ეკონომიკა, კანონები, იურიდიული მითვლება. მოკლედ ჰუმანიტარული, ჰუმანიზმის გაგება აქვთ და რელიგიაც, როგორ იცი, ძალიან ჰუმანური რელიგია. ესე ადამიანს რაც უნდა ისწამდეს. ესე იგი პანთეიზმი. აი შემოიტანა დღეს ამერიკამ. აი ამიტომ არის მისი კრახი განიცადეს. იცით რატომ? იმიტომ რომ თანამედროვე ამერიკელები დღეს კრიზისში არიან. უბრალოდ ქვეყანა რო არ ინგრევა შტატების. ეს ინერციით რომ მიდის იმაზე ზის, წარსულზე ზის, ძალიან კარგად ზის იმ ფუნდამენტზე და ჯერ ის ფუნდამენტი არ არის მონგრეული და მორყეული. ქრისტიანული ფუნდამენტი და მოსახლეობაშიც დიდი დოზით, ძალიან დიდი დოზით არის ქრისტიანული ჯერ მოსახლეობა რო იცოდეთ. და ეს ახლა ღმერთი მართავს ქვეყანას და მადლს როგორ მოაშორებს ქვეყანას, ხომ? მაგრამ ხედავთ რომ თანდათან ამას კოროზია და ჟანგი ეპარება. აი სწორედ ესეთი ხალხი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა სწორედ პანთეისტური იმეებით, შეხედულებებით, ჰუმანიტარული შეხედულებებით და ნახეთ მისი მწყემსელი წარმოადგენელი ობამა ასეთი იმაში შევიდა საქართველოსთან. და ბუნებრივი ეხლა როგორ მოიგებს შტატები მე არ მესმის, იცი, იმიტომ რომ მე მომხრე ვარ იმის რომ განახორციელე ყველაფერი როცა სიკეთეს ატარებ, იცი რა საჭირო არის გაანადგურო ტიპი, ვინც ამას უპირისპირდება. რასაც ადგილი აქვს მაგალითად ახალი აღთქმის მიწაზე რომ მიდის ღმერთს რომ მიუძღვევა მოსეს და ქვაზე არ დატოვოთ ეუბნება, მაგრამ შეეპარა მოსეს ესე იგი ხალხს, მე ისუნავინი ჯაენაცვლა მას, შეეპარა ხალხს რა ჰუმანიზმი. მოდი დავიტოვოთ ესა, რაღაც გვინდა ბრძოლა, ტერიტორია ჩვენია, ხალხიც დავიქვემდებაროთ. აი იყო შეცდომა. და ღმერთის დავალება ბოლომდე არ შეასრულეს. დავალება ასეთ იყო, იმ ტერიტორიაზე არავინ ცოცხალი აღარ უნდა დარჩენილიყო. ბავშვი, ქალი, არავინ. არ შეასრულეს ეგა. პრობლემაც მანდედან დაიწყო. ესე იგი, აი მაგალითს, იმიტომ ვიღებ მე რომ როცა ქრისტეთი დადიხარ ღმერთით. ღმერთი გწამს და ღმერთი მართლა არის შენთან, მაშინ სადაც შედიხარ, იგივე უნდა გააკეთო. გაწმინდო ადგილი და დაამკვიდრო შენი სიკეთე და ღმერთის ქადაგება, სახე, ცოცხალი ღმერთის და ვინც ამას ხეი შეუძვის წარმოის არ გააჭაჭანო. შტატები ამას არ აკეთებს. შტატებმა გეზი სხვა იმაზე აიღო. მას ადამიანზე სხვანაირი წარმოდგენა აქვს. ადამიანზე გონია წარმოდგენა, საქართველოში არიან კაი ადამიანები, მაგრამ აიცი რა რაღაც მიზეზი, აი რუსების გამოა. ასევე რუსეთშიც არიან კაი ადამიანები. ამიტომ ის ბოროტი რაღაცა დაიყო ესე საზოგადოება ბოროტი და კეთილი. ამიტომ იცი რა ჩვენ კეთილების მხარეზე ვართ. მე შენ კეთილის მხარეზე ვარ, გამიგედა? მოდი შენ ბოროტებას რაღაცა მოუარე, ხოლოდ ჰუმანიტარული კანონებით. გამოვიდა რამე. ასე უყურებს აზიასაც. სულ დაავიწყდა. ისა რომ ფანატიკური რელიგიური ისეთ ამათ ვერ დაამარცხებ ვერავის. და მე ასე გადადის გეგმა ნომერ 2-ზე ამერიკელები. ვინც დადგება იმასთან ვითანამშრომლებ. არაფერი არ გამოვა. ესე იგი შენ ვისთან რო დადგება იმასთან ვითანამშრომლებ, ხალხს აუჯანყებს შენი წარმოადგენს. მაგალითად საქართველოში ივანიშვილის გუნდი ხო და შენ ახლა იმასთან დაიჭირე ურთიერთობა? ივანიშვილს გადაიკიდება ხალხი. იმიტომ რომ ხალხთანაა ეს ვალდებული და ყველა ვარიანტში მაინც განწერული ხარ დასამარცხებლად. რაც ხდებოდა მუსულმანურ ქვეყნებში. ხო მაგათი დანიშნული იყო ყველა ხალხი. ეხლაც ეს პოლიტიკა არ ამართლებს. ამიტომ შეიძლება ასე ითქვას. ამერიკელი ახლა ქრისტიანი რო იყოს, ქრისტიანი რწმენით, სადაც მიდიხარ გაანადგურე რა. არ ჩასვა იქ რაღაც გარკვეული საზოგადოებიდან შენი მომხრეები. ეს ერში ზიზღს გამოიწვევს. ან მთლიანად აიყვანე ქვეყანა შენი, დაიბყარი, როგორც რომაელები აკეთებდნენ ამას. დაიბყარი, ან გაანადგურე, თუ ფიზიკურად არ გინდა გაანადგურო, დაიბყარი, შენ გაბატონდი მასე და ასწავლე. თუ ამას აკეთებ. თუ არა და ეს რა მამაძაღლური პოლიტიკაა, კაცო. ასე შენ ვერსად ვერ გაიმარჯვებ. ხო? ახლა შეიძლება ვიღაცა აკვეს, მაგრამ როდეს იქ სახელმწიფო არის რაღაცა ფენებად დაყოფილი. საქართველოში ნაკვირდი გამოუჩნდა ამას თქვა, კაი, აყვები და აყვა, ხო? ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაღაც გარკვეული ფენა წარმოადგენლები, ავიღოთ ესე რაღაც პროცენტი, 20% რა, მოდი ვთქვათ, მეტი არა, 15-20%. ეგ არის რა. ეს აყვა შენ, იცი როგორ, აი რაღაცა мотивაციებით, კაი ცხოვრება, რომანტიკული ამერიკა, გიცნობენ კი? როცა ეს ჩასვი შენ მან საქართველოში, ეს ახლა ხალხს მოეწონება. აჰა, სახეზია. არ მოეწონა. ამიტომ ამერიკელები ან უნდა შეხვიდე ქვეყანაში და შენი ძალა განახორციელოთ, ან არა. ეხლა კი რა არის? მაგას ექსპერიმენტებმა არ გაამართლა არსად, დააკვირდით? ეს ბოლო 50 წელი ამას აკეთებს ამერიკა და ყველგან კრახი განიცადა. რუსეთი მაგალითად ძალით ავრცელებდნენ კომუნიზმს და თითქმის მსოფლიო გააწითლეს.
მე შეუგდეს ეს დემოკრატიობა, ახალი სხვათაობა მოვიდა, იდეები ადგილზე ხორცების გახარება მოვიდა და ეხლა მარქსისტული იდეები უკვე ზემოთ მინდა ბრეჟნევს უფეხებზე ეკიდა და გორბაჩოვსები. იქ რო გავატარო რამე ფული, ჭამე, რა კაი და მაგის დედაც დაუმარჯოს დემოკრატიას. კაი რაღაცა ყოფილა. და გარკვეული იმით ცოტა შეაჟანზარეს და ეს ისე შეკაიფდნენ ეს ამერიკელები. გონი ამართლებს ჩვენი პოლიტიკაო. მაგრამ ვერა, ჩინეთში ამან ვერ გაამართლა. იმიტომ რომ იქიდან იხულებს ხალხი და ახლა შენ შემოგესევა. რაც მოხდა? გაირღვარა ღობებ ფეკალურმა სითხემ გაჟონა ევროპის ქვეყნებში, ამერიკაში და აქ შეიტანა არეულობა. ამდენად თუ გაყოფილი არის პლანეტა ეს სიკეთეთ და ვოროტებ, მაშინ კედელიც უნდა იყოს ამათ შორის სოციალური, პოლიტიკური, რელიგიური და ფილოსოფიური კედელი. ამის დანგრევა არაფრით არ შეიძლება. და უნდა იმუშაოს სხვანაირად. და არა შენ, არამედ ღმერთმა გააკეთოს ეს. ამიტომ ამერიკის შეცდომა არის ღმერთის გარეშე მოქმედება. ღმერთის ადგილზე მან თავად გამოცხადა როგორც მსოფლიო ბატონი და დიქტატორი. და რა თქმა უნდა ეს ისევე კრახს განიცდის, როგორც თავის დროზე განიცადა კრახი ეგვიპტემ, ბაბილონმა, მიდოს-სპარსეთმა, საბერძნეთმა და რომმა, ბიზანტიამ. არ არსებობს სხვანაირად. ასევე რუსეთის იმპერიამ. დადასტურებული ფაქტია და ასევე ყველა ამათ მისწრაფებებს განახორციელებს ანტიქრისტე, რომელიც მართლა ერთპიროვნული მსოფლიო დიქტატორი იქნება, ეს კი უნდა თქვათ ამერიკის პრეზიდენტს, მაგრამ არ არის ანტიქრისტე კი გააკეთებს ამას და ეგეც კრახით დამთავრდება. 3 წელნახევრის მერე. ეს არის გეგმა. გეგმა არაფრად არ უარგა ივანიშვილს, მაგრამ ბიბლიის გეგმა ეს განხორციელებადია 100%-ით. ყველაფერი ხორციელდება, რაც ის პროექტი დევს. პროექტი სამყაროს შექმნისა, ადამიანის როლისა, ღმერთის დანიშნულებისა და სამყაროს დასასრულისა და ახალი სამყაროს ყველაფერი განხორციელდება. ეს იწელება დროში, იმიტომ რომ დიდი ხანი ელოდება ღმერთი უკანასკნელ ადამიანს, საყვარელს, რომელიც მან იცის და ჩვენ არ ვიცით, დროისა და სივრცის გარეშე ის დგას. და რომ დავუბრუნდეთ ისევ ჩვენ პატარა მასშტაბებს, ამერიკელებმაც ახლა შეყეს ფეხი, ვნახოთ, თუ აიტაც ამ ქართველებმა ესა, ხომ კარგი და პატიოსანი. თან რუსებსაც შევამოწმებთ. თუ რუსებმა იქნებ ჩათვლიმოს და მიატოვოს ეს რეგიონი. მაგრამ არ მიატოვა რუსებმა. როგორც კი დაიწყეს, თქვათ, შეყვანა, გამოაცხადეს რაღაცა თეორიულ დონეზე და ვერბალურ დონეზე ევროკავშირში და რა ქვია ნატოში, რუსებმა იმავე წუთში კაცრი განცხადებებით გააფრთხილეს. ამას გააკეთებთ და ჩვენ ძალას გაჩვენებთ. შეამოწმეს. არეჯერათ ამ ვერბალური განცხადებებისა და პატარა კიდე ექსპერიმენტი ქართველებზე კიდე დადგეს. ეს იყო 2008 წელი. ვერც იმას დამაჯერებთ, რომ სააკაშვილმა თიდნებურად გადადგა ეკენაბიჯი. სააკაშვილიც ისევე მსხვერპლია, როგორც მთელი საქართველო. სხვების ხელში. დადგეს ექსპერიმენტი, აბა რას გააკეთებს რუსები. თუ ესენი შევიდოდნენ ოსეთში და რუსი თლემს და ხელი ჩაიქნია, ეს წაახალისებდა ამერიკელებს. იგივე აფხაზეთი. და უკვე თლიანად ეს ჩვენია. მაგრამ ნახეთ რა მოხდა? ცოტა ხნის მერე ეს პატარა ხნით ერთდღიანი გამარჯვება და ზეიმი და დროშის აფრიალება გახსოვთ ალბათ ცხინვალის აღმასკომის შენობის თავზე, ცეკას შენობის თავზე. მესამე მეორე დღეს თუ მესამე დღეს ზუსტად აღარ მახსოვს, რუსების ძლიერი შეტევით მომენტალურად განდევნილი იქნენ ესენი. აქ მიხვდნენ ამერიკელები, რომ ეს უკვე ეს არ ვიცი ხლა უშუალოდ ბუშის მითითებით იყო? კარგად პოლიტიკოსები რა ტიპები არიან? ხელი რო ჩაიქნია მე და რატომ იყო? მე კარგად აღვიქვი ის მესიჯი, რაც გააკეთა ეს ჟესტიკულაციით ჩვენმა, მაშინ ჩინეთში იყო, ყველა ოლიმპიადა იყო, პატარა ბუშმა. გაუშვებ წავიდეს ბოლომდე. აი იქ უკვე გადაწყვეტილი იყო საქართველოს პეტი. ესე გაბრაზებული იყო რუსებზე, ქართველებს კი არა. ესე ისევე ესენი არიან ამათი ეს რეგიონი ვერ შევდივართ. და სწორია, რა თქვილა ახლა გავწელოთ 9 წელი კიდე, აი ბუში როგორც პოლიტიკოსი უფრო მე გადავალ მის ხარეს. სწორი იყო, რომ დართონება შედით რუსებო. მაინც მაგათი იქნება და აი საფრანგეთი გამოხტა ვითომ იქ რაღაცათ ახლა აიღო რა გააკეთა სარკოზმა რომ სარკოზმა ქუდი დაიხურე ჩაალდაგა ჩემოდანი წავიდა დამთავრდა სარკოზიზმი არაფერი არ განხორციელებული ეს არის საზიზღრობა ამ საზიზღრობაში ვიღაცა ფულს აკეთებს ვიღაცები მდიდრდებიან მთლიანად ერი რო ნადგურდება ამაზე ორი აზრიც არ არის ჩემო კარგი ეგ ისა მაგრათ მახსოვს მე აი იქ ამერიკამ ზუსტად აჩვენა თავისი ისა ძო ჩაიქნია ხელი 2008 წელი აი იქიდან ეგ რუსებს ეკუთვნის ეგ უკვე ნახეს რომ რუს არ ძინავს ეგ რეგიონი მისია და ამის მერე მოვიდა თუ არა ობამა არაფერი აქტიურობა ობამას საქართველოს მხარდასაჭერი არ გაუკეთებია ხელი არ ჩაუქნევია იმასავით მაგრამ უბრალოდ რუსების პატივისცემა
რომ არ იფსარგებლეს ამ მიძინებული ობამათი და ნელ-ნელა არ შემოვიდნენ. არ იკადრეს ეს. ისინი უფრო ჩაჯდნენ იმ დემოკრატიულ პრინციპებში და ელოდებიან რამდენი ხანია მომენტს. თვითონ ქართველი მოვა ჩვენთან. პუტინმა ზუსტად ესე თქვა, არ გინდათ? თქვენ თვითონ გადააგდებთ სააკაშვილის რეჟიმს. შესრულდა პუტინის წინასწარმეტყველური სიტყვები 3 წლის შემდეგ. თავად ერმა 80%-მა ისეთი ზიზღი და ის გადმოანთხია აი ამ რეჟიმზე, რომ პუტინი აქ 100%-იანი შეასრულა. ერთი დარჩენილი არის ახლა, ერთი აი რაღაცა ესე დაჩუტული პრეზიდენტი, უსირცხვილო, რომელსაც გუნდი არ აყავს და გადია. და ესეც იმის დამსახურება, რომ ამერიკელები ჰუმანისტები არიან და არ დააჯიჯგნიდნენ ქართველებს აი ეს ხალხი, იმიტომ რომ იციან სინდისი აწუხებთ, რომ რაც ექსპერიმენტი დადგეს ქართველებმა კი არა, ამერიკელებმა გააკეთეს და ისეთი ზიზღი გამოიწვიეს ერში ერთი გარკვეული ჯგუფის მიმართ, როგორც იყო სააკაშვილო, რომ გაეშვათ, შეჭამდნენ ცოცხალი ამ ხალხს. ამიტომ ამერიკელებმა ისე მოუწოდეს ჰუმანიზმისკენ, შერიგებისკენ, იმიტომ რომ მე დავაშავე, მე გავაკეთე ეს და არ დაერიოთ ერთმანეთს. მაგრამ როდესაც ამერიკელი არაფერი ჩვენში არ იყო, გამსახურდია დროს ერთმანეთი შეჭმევნეს. იქ მაშინ რატო არ ჩაერივნენ ესენი? იმიტომ რომ ის მათ სინდის არ გააღვიძებდა და არ შეაწუხებდა სინდისი მათი. ახლა კი შეწუხდებოდნენ მართლაც. შენ წამოიწყე ამბავი და დააჭმევინე ამ ქართველებს ერთმანეთი? აი ესე გადავრჩით ჩვენ ამათი წყალობით. და ახლა ნელ-ნელა ხდება, როგორც იტყვიან, უდაჭკების რუსული ეს ანკესების ამოღება და ატრიალება და ნელ-ნელა აბარგება. 90% რომ მან ინვესტიცია რუსების არის. რანაირად არის ამერიკელების? რომელი საზღვარგარეთი ინვესტმენტია, მითხარით, აი, რომელიღაც აი რანგით მიასე ესე საშუალო ბიზნესმენი რო შემოვა მან და ძირითადად თურქები და რაღაცა შოკოლადი ბელგიის ვიღაცა იქ რო ვერ გააკეთა ვერაფერი და მოძებნა ტერიტორია სად მეტ ფულს გავაკეთებ. სხვა მეტი მანდ რა არის? ლუდი და შოკოლადი. რა ინვესტიციებია მანდ? არაფერი. სასტუმროები ძირითადად თურქების არის. ყველაფერი რუსების არის დანარჩენი, რაც ძლიერი რესურსები არის, მიწის ქვეშ რაც არის და მიწის პირზე რუსებს აქვს აღებული ეგა. და ისმის კითხვა. კაცო, ვისი არის ეგა ქვეყანა, ვისი? და ეს უკვე ამერიკელებმა უკვე ნათლად კარგად იმას აკნეს და ეხლა ნელ-ნელა უნდათ გამოსულა ისე, რომ ამერიკელების ზიზღი მაინც არ იყოს, ისედაც გავრცელებული არის ამათი ზიზღი მთელ დედამიწაზე უკვე. და ეს პერიოდი სწორედ არის, აი ეხლა რაც მოხდა, დავალება მიიღო რა ივანიშვილმა, არანაირად ივანიშვილს არც ვაშინგტონიდან მიუღია დავალება. არცად მაგას არ უვლია. ბოლოს გახშირდა, ხო, ბოლო არჩევნებამდე და იყო ალბათ მოლაპარაკება, სისხლის ღურა არ იყოს, არაფერი არ იყოს, შურისძიება არ იყოს, შენი ხალხი დააწყნარე. ბრწყინვალედ გაართვა თავი ამას ივანიშვილმა და ყველანაირად აგრესია, გავიდა 2-3 კვირა და არავინ არ მოუკლია მანდ და არავის არ დაძდევს. ამასობაში ნელ-ნელა ხალხი გაედინება, პასპორტები მომზადებული, ძალიან ბევრს პასპორტები უკვე წინ და წინ ქონია, დიპლომატიური პასპორტები, ნახეთ სუყველას და გაედინებიან. ხო, იმიტომ რომ ვერც ერთი ქვეყანიდან მას არ გამოითხოვენ, ეგ გამორიცხეთ. არაფრით ვერ დამაჯერებთ მაგას, რომ იცი რა არის, ყველას ეძებდნენ ინტერპოლი და ვინმე დაუბრუნებიათ აი მაგალითად გიორგაძე ინტერპოლი დააბრუნეს უკან. არავინ გამორიცხეთ ეგა. თუ რანაირად ეგ ხო ქართველის თამაში არ არის. ქართველმა კი არ წამოიწყო ეგ შიგნა სადა ქართველი სახელმწიფო როგორც დამოუკიდებელი ჩაწერილი არის ევროპული მასში და იქიდან გაექცა ვინმე და იმას არ დააბრუნებს. მაგრამ როცა შენ სხვისი თამაში არის ეს ამერიკელებმა წამოიწყოს ახლა როგორ შეიძლება კაცი გაიმეტო შენ გადაუგდო შენ წამოწყებულ თამაშზე და ჩააბარო და მოაკვლევინო. ეგ ხომ შენი თამაში იყო. და ამ ხრივ გულწრფელად ენდობოდნენ ამერიკელებს და თავად სააკაშვილმაც კი გამოამჟღავნა ეს გულწრფელობა და ხო იძახდნენ რომ არ დაუჯერებს არავის, გამოვა იქიდან, მოუფშტვენს, ეგ არ ყოფილა კადაფი? ასე რომ ქართველი და კავკასიელი ცოტა სხვანაირი არის. არ გაჯიქდა არც კადაფივით, არც კიდე ვთქვათ აგერის რო არის სირიის ისა ბაშარ ასადი და არც კიდე აც გარდაცვლილი კიდე და ჩამოხრჩობილი სადამ ჰუსეინი. ეს ხო არ გაჯიქებულა. სასწრაფოდ მეორე დღეს ეს ისეთი მორჩილი ბიჭით გამოდის და ულოცავს გამარჯვებას სამად. მას ხომ ყავდა გვერდზე ხალხი, შეეძლო მას ფეხებზე დაეკიდა ამერიკელების ეს რჩევა, მით უმეტეს არც ამერიკის ჯარები იყო, არავინ არ იყო იქ. და გადაცვლილი იყო სისხლის ღრებზე. რატო არ გააკეთა ეგა? ასე რომ აქ ძალიან ისეთი ის არის რა, პოლიტიკური ისენი თამაში და ესენიც გაავლენ ახლა სულ ყველა არავის არ გაასამართლებენ.
მე არ ამჯერა რომ აი ამ გუნდმა ვინმე გაასამართლოს. ეს იქნება ყაყანის დონეზე. გაიწელება როგორც 9 აპრილის კომისიები შეიდგა. თავის თავს ხوار იმას იზამენ. აი რატო უნდა გაასამართლო მაგალითად ან შაშკინი, ან ვთქვათ სააკაშვილი. აი რატო უნდა გავასამართლო? თან ქართველმა რატო უნდა გაასამართლოს? თუ გასასამართლებელია ამერიკელებმა უნდა გაასამართლოს. არ მოიქეცი კარგად და მე გაგასამართლებ. და ქართველმა რატო უნდა გაასამართლოს? შაშკინი, ადეიშვილი, თუნდაც ბაჩუახალა. ამიხსენით რატომ? ესენი ხო პირდაპირ მითითებებს ასრულებდნენ პირდაპირ. აი ის სიმკაცრე რაც გამოიჩინა აფრასიცეების მიმართ სააკაშვილმა და პარამიძემ, ეს პირდაპირ ამერიკელების მითითება იყო. ზოგან აკეთებენ ეგეთ რამეს ამერიკელები, მაგრამ ჭრდილში დგანან. ოსეთში შეჭერა ეს ამერიკელების ზარი იყო, რომელიღაცის. იქ რა ხლა მარტო ერთი კაცი ხوار წვითავს იქ რაღაცეებს და ნახეს რა შეამოწმეს ყველაფერი ემსახურება იმას რუსებს როგორი განწყობა აქვს ეს ის რუსეთია სტალინის რუსეთი თუ რუსეთსაც შეეპარა კოროზია და უკვე ისე გაძღა რაღაცა ფუფუნებით რომ წამოწვა და ზლანტად იფხანს თქვათ ღიფს და ამასობაში ჩვენ შევალთ ამ ხრივ ფხიზლები არიან ამერიკელები ჩასაფრებული არიან ვინ მოდუნდება რომ იქ შეცვლიდნენ და განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებს იღებენ ნიშანში რომლის მიწა ინახავს ამოუწურავი მარაგით სიმდიდრეს და დღეს როგორც არასდროს ამერიკის შეერთებულ შტატებს არა მარტო ამას სჭირდება რესურსები და ეს უზომო რაოდენობით რესურსები არის რუსეთში და არაბულ ქვეყნებში რო არის მუდამ ამერიკელი რა ისე მაგრამ უყვართ არაბები ესენიც მომჯდარი არიან ნავთობ ყველაფერი მოდის ყველაზე ბევრი 90% მოდის ამ მუსულმანურ ქვეყნებს ეს ნავთობი და გაზი და ყველაფერი ხო და უცნაურია ამათ ევროპას არაფერი არ აქვს ამ ხრივ და ეხლა ყველაფერი ამის გათვალისწინებით ისევ შევაჯამოთ ჩვენი ნათქვამი აი რა იყო ბიძინას შემოსვლა ასპარეზზე ბიძინამ ეს თვითონ გადაწყვიტა მოუშვიტინა რაღაცა წიგნი წაიკითხა ქართული ლიტერატურიდან რომელიღაცა ისა და უცებ მოუნდა ქართველი ერის გადარჩენა თუ რა რანაირად ბიძინა მილიარდელი როდის იყო ხოლმე სენტიმენტალისტი მილიარდელი მიაჩვენეთ მე თქვენ სენტიმენტალისტი რომ აწუხებდეს როგორ კოტრიალობს კაცი ტალახში ესეთ რა მილიარდერის ფსიქოლოგიაში არ ჯდება მას სხვა თეორიები აქვს და უცებ რა მოეჩვენა ამ კაცს რომ წყნარი ცხოვრებას მიჩვეული ნანი ნანატრი სიამტკბილობაში მარტო იმას ნუ დავაბრალებთ ხალხში გამოჩენა მოუნდა ხალხში ისედაც გამოჩნდები სხვა ფორმით კონცერტებს ბერას ისედაც მოუწყობდა ესა გადაუხადე ფული რაღაცა იქით სააკად დაიქერავე ესე და კაპიტალიზმია უბერე არა დავალება მიიღო დავალება მაგანთა მისთვის უსიამოვნო დავალება და ამას ვარც ვერ ეტყოდა ეგ ვინც შენ გაგამდიდრა იმის დაკრულზე უნდა იარო ეს გამორიცხეთ ვარც ვიტყოდა და ოჯახს გაუწიოკებდნენ და დავალება რა იყო არც თუ ისე ძნელი არა თოფით არა ხანჯლით არა ცემატყებით უბრალოდ ხალხი ხლა მომწიფებულია შენ ჩაუდექი აღარავინ აღარ არის დობით აღჭრული პირი და შენი რეპუტაციით შენი სიმდიდრით გაერთიანე ეს და მიდი ბოლომდე და 100%-იანი გამოვასაქმე და გამოვიდა ამუშავდა ყველა მექანიზმები იგით ციხის ვიდეო რაღაცეები შიგნით განხეთქილებები თელი ამბები და აი ასე პაჭიკოს გარმონივით დაიშალა პროამერიკული გუნდი რომელმაც 9 წლიანი თამაშის მერე გამიგეთ დამარცხება განიცადა სულ არ შეიძლება იყოს ჩემპიონი ხომ სპორტულ იმაშიდაც არის ესეთი რა რამდენ ხანს გინდა შეინარჩუნო ყველაზე ძლიერი გუნდიც კი ამოწურავს კონდიციებს ახალი თაობა რომ მოდის გამორიცხეთ ის იშვიათად ჩემპიონი გახდეს თაობათა ცვლა მოხდა აქაც პოლიტიკური თაობას ვიგულისხმობ და არა ასაკობრივი თაობა ჩაანაცვლია ეს კაციშვილი აღარ არის იქ კაციშვილი წავიდნენ გაიქცნა ხალხი გაიქცნა რაღაცა კარგი მოდიოდეს მან და ამერიკელებმა უთხრეს ცოტა ხან მოიცადეთ ეგრე არ არის პასპორტები რა მე და იცი რა წადით ახლა რა მადლობელი ვარ მადლობა მოუხადეს წადით არაფერი ყველაფერი გარკვეულია რუსეთი ხა მანდ დგას ჯარები არ გასულა არც სარკოზის გაუყვანია მანდ არის ბაზები არის ბობოჯო საქართველოს ტერიტორიაზე დგას რუსეთის რაკეტები რაზეა ლაპარაკი მეგობრებო რაზეა ლაპარაკი როგორ უნდა გააყვანინოთ ეგ არ გამაგიჟოთ რა შემოწდა ნახეს რომ რუსეთს ჯერ კიდე ესე იგი მაინც ფხიზლად დარაჯობს ამ თავის ტერიტორიას და აგერ უკრაინაც ბატონო ვერ შეყვეს ვერსად ფეხი დამთავრდა ვარდების რევოლუცია დაჭკნა ცოცხებად გადაიქცნენ ესე იგი გახვეტეს ცოცხი სიმბოლო არის ესე იგი გასუფთავების წმენდის მაგის სიმბოლოც არის და ასევე ფორთოხლის რევოლუცია
პორტუგალის რევოლუციაც დამთავრდა. პორტუგალის სიცოცხლის სიმბოლო არის, საერთოდ გაიხსენეთ მექანიკური პორტუგალი, სიცოცხლის სიმბოლო არის, ამათ ვარდები ქონდათ. ვარდის სიმბოლო არის სუნამო ძალიან მაგარი და მართლაც პირველ წელს, პირველ ორ კვირას ისეთი სუნი გამოსცა ამ რევოლუციამ, რომ გაბედნიერდა ხალხი ამ ვარდების რევოლუციით. მართლაც კარგი სუნი იგრძნო ხალხმა, მაგრამ მოგეხსენებათ ვარდი 3 დღით არ ყოფნის. აჰა, თუ არა ერთი კვირა და მისი სუნი ქრება. გადადის სხვა იმაში. ზუსტად ეს მოხდა მათ სიმბოლოებითაც ამოვქეკავთ ამ საკითხებს ხომ? დამთავრდა. გამორიცხოთ ეგა. ჩვენ ამას ვიძახდით თავის დროზე 2003 წელს, რომ სააკაშვილის ესე იგი ფუნქცია არის ერის დაჟჯა და დაჟჯა როგორი განა ფიზიკური განადგურება თქვა. უბრალოდ ისეთი ეკონომიკური რეფორმები განხორციელდება, ქართველი ერი ამას ვერ გაუძლებს და ეს იქნება მათთვის დაჟჯა. დაჟჯა არის ქართველისთვის, როცა ხელფასი არა აქვს იმდენი, რომ სტუმარს ლაღად შეხვდეს. მეტი დაჟჯა ქართველის ხო იცი, ეს არის ღირსება. ესე იგი ღირსება წაერთვა ქართველს, რა ღირსება? მუცლის პატივის ღირსება, აიხადლი იქნა და ამაზე გადაიდნენ ქართველები. აქედან დაჟჯა. და ეს როლი შესრულდა რა, გაწავიდნენ. ეხლა მოდის მეორე. ხო, ეხლა რომ თავის ქუდში იგრძნოს ამ რუსმა, ბოლოს და ბოლოს. აგერა პატარკაციშვილმა ვერ გაუმართლა, დასაწყისი იყო, აგერ არის მეორე. ზუსტად მომწიფთა სიტუაციები, მომწიფთა უკვე რომ თლიანად ერი 80%-ს მიაღწია სიძულის პატარკაციშვილის დროს, ასეთ დონეზე არ იყო სიძულვილი. იმიტომ რომ 300,000 კაცი გამოვიდა. მეტი არა. ახლა კი მოგეხსენებათ არჩევნებმაც დაადასტურეს 100%-ით, ამიტომ 100%-ით არჩევნებმა დაადასტურა ის, რომ თლიანად ვარი უთხრეს დასავლურ ევროპულ აი რეფორმებს და ნაცმოძრაობას და გაყალბების შედეგად კიდე 65 კაცით შეჭილაკუნდნენ პარლამენტში. ესეც იმიტომ, რომ ნელ-ნელა არ დაგვენგრეს თავზე შენობა და ამასობაში ჩაალაგებენ იმას და ნელ-ნელა გავლენ რა. იმედებიანი და საელჩოები ახლა ყველა ქვეყანაში არის, ხო იცით, ყველაზე ისეთ ქვეყანებში საელჩოები არაფერს არ წარმოადგენს. ეს არის აგენტები არიან ქვეყანაში შემოგზავნილები და დააკვირდით ახლა რომელი ქვეყანის ელჩი იქცევა, ისე როგორც საქართველოში ამერიკის ელჩი რო დაარბოდა ყველა იმაზე. აი აქ კანადაში არჩევნები რო არის, რუსეთი გამოვა, რუსეთის საელჩო და დაიწყებს სირბლის ზეითქვეით, არ ტარდება კარგად. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ამას აქვს თავის ფუნქცია, იმის იქით გარეთ ვერ გამოხვალ. აქ ხო იციან ამებმა, რომ შენ აქ იმიტომ კი არა ხო, რომ ჩემ იმაში ცხვირი ჩაყო. აბა გაბედოს რომელიმე რუსის ელჩი მაგა და თქვას, რომ კანადაში ეს ირღვევა, ის ირღვევა, არაფერი არ ირღვევა. აქ ელჩები არიან თავისთვის, გუგულებივით. მან კიდე ელჩის ფუნქცია რა არის? ეს არის მამასახლისი. დავარქოთ ყველაფერს თავის სიტყვა. ეს იყო ამერიკის მამასახლისი, ყველაფერზე ესენიც მიცვივდებოდნენ, არიქა ამან ეს გავგიკეთა, იმანის გავგიკეთა, მოდის წაიღეს ტვინი ხო, დაიღალნენ ეგენიც. ანდ ევროპულ დასავლური გაგებით ელჩის მოვალეობა ამი არ სრულდებოდა. მანდ იყო აშკარად სხვა დატვირთვა ქონდა და ამხელა დეპარტამენტი წამოჭიმეს და თუ რაღაცა ზედმეტად ფული გადაიყარა მხოლოდ იმიტომ, რომ ამხელა დეპარტამენტი რაჯანდებათ უნდა ამერიკის საელჩოს მათ. აი მათ კი ბევრი ფული გადა. ამდენი ვთქვათ თანამშრომელი დააკავო. აი გამტყუნდა მაგრამ ძალიან ინერციით წამოვიდნენ, გაბედნიერებით წამოვიდნენ, თითქოს იწყებოდა აღარ მოტყუდნენ ესენი, სატანა ყველას ატყუებს. მოტყუებული იქნა შტატებიც. ამიგეთ, იმიტომ რომ რუსეთსაც რაღაცა ფუნქცია აქვს ამ დედამიწაზე და როგორც ბაბილონს, როგორც იმას, ამასაც აქვს რაღაც ფუნქცია. ამოიწურება თვითონ ღმერთი დაშლის ამას ყველანაირად პაჭიკოს გარმონივით. მაგრამ ამას აქვს ისეთივე მნიშვნელობა, როგორც ბაბილონს ქონდა თავის დროზე, რომს ქონდა. ახსოვდეთ რომ რამდენი ხანი იყო 1500-ზე მეტი იყო წელი რომი გრიალებდა. ასევე ბიზანტია 1000 წელი. მაგრამ დაინგრა. და მოკლევადებში იყო ბაბილონი, ასურეთი, ძლიერი ისენი იყვნენ იმპერიები. ბაბილონი იყო ძალიან ძლიერი იმპერია, თითქმის სოფლიო და მაკედონელი, ბერძენ მაკედონელები, მაკედონული არმია. იმ ჟამიდან საიდან სადამდე გადაჭიმული, მაგრამ ძალიან მოკლე ხანში დაიშალა ეს, როგორც კი გარდაიცვალა ეს მაკედონელი. დაიშალა. ესეთია წესები ამ ცოდვადაცემულ პლანეტაზე და ახლა ეს რო არ გაითვალისწინოს კაცმა, არაფრით არ შეიძლება. ამიტომ ვიცახი, ბიძინას თავში თვითონ არ მოვიდა, არც მესია ეგა თვითონაც ის. არაფერი ეგ არ არის. პატარა თვითგიპნოზისებს იკეთებდა, იმიტომ რომ თუ არ შეუშყაპუნე შენ თავში ეს ადრენალინი არ აწია, ისე ვერ გადადგან ფეხს. გამიგე, დიდად კი არ სიამოვნებდა ახლა ირბინე ზეითქვეით, იაპარაკე, კაც თუ არ სიამოვნებს ორატორულ ნიჭი, მე ვერ შევატყი ამ კაც ხუროში კონდეს მეებთან ტელევიზორებში ჯდომისა და რაღაცა ინტერვიუების აღების. სუგარბის ეგა. არ სიამოვნებს ეგა, იცი? კომპლექსი აქვს ამას.
არ უნდა რა, ეგ აეც ახლა ვიღაცა დაშკუვილა ჟურნალისტებს ყველა კითხვაზე, აბა ეს რა არის? რატო წყნარი ცხოვრება ქონდა კაცს და ეს თქვენ ფიქრობთ რომ თავისი სირთულელით მოუვიდა? არ გავს ეს კაცი ამას. ეს იყო იძულებით დავალება, კიდევ ვიმეორებ მე რამდენად ამან შეასრულა დავალება და ახლა ნახეთ წინდაწინვე გვიცხადებს რომ წელიწადი ნახევარში წავალ. ესეც იქიდან არის მითითება. სწხოვენ წასვლა მალეც უნდა. წელიწად ნახევარი კი არა, ამაზე რო იყოს დამოკიდებული. რა უნდა ბიძინას მათ რამშვენიერი სახლი, კარი, ოჯახი, საფრანგეთის მოქალაქე, რა კარგი პირობები აქვს იმისაც რომ დატკბეს ცხოვრებით. ბიზნესიც თავისი ყოველთვის კონდეს მას, ყოველთვის. რესტორნები სადაც გინდა, რომელიმე ქვეყანაში, ხო? მაგრამ ნახეთ, მისი ბიზნესი არ ცდება მაგ სივრცეს. არცად ბიზნესი ამას დასავლეთში არ აქვს. კახკალაძეს იტალიაში მაინც აქვს რესტორანი. ხო? ჩადო იქ ფული, პატრონ დანიშნა იქ, ამას ფული მისდის იქ, სხვები აკეთებს ამას. ამას არცად არ აქვს არაფერი. საფრანგეთშიც კი ეს არ მოღვაწეობს. ამ სივრცეს ეგ არ ცილდება. ბადრი პატარკაცაშვილი ლონდონში რო იყო, იმიტომ არ ჩათვალეს რუსებმა ის მაინც თავის კაცად. და ვინ მოუღო ბოლო ბადრი პატარკაციშვილს, ეგეც კიდე საკითხავია. რა მოხდა მანდ? თორე ის ლონდონში გადაბარგდა იქა, შეეკრა მეორე იმას, იქ სახლები, იქ ამბები, ბიზნესები, იქაც ჰქონდა რაღაცეები. მოკლედ ეს გავიდა იმ კონტროლიდან. ივანიშვილი კონტროლიდან არ გასულა. ამას აკონტროლებენ ძალიან კარგად, მას ექვემდებარება კონტროლს ეს კაცი და როგორც კი უთხრეს, აბა ეხლა გამოდი და დაიწყე. მანამდე კი რას აკეთებდა? მოინადირა ხალხის გული, ეკლესიის გული, ხალხის გული. უცებ არ გამოვარდნილა ესა და ინადირებდა ამას. არავის არ ეგონოს ეს სიუხვით მოსდიოდა მას. ეს დავალებაა, ვინც გაძლევს, შენ უნდა გასცე. მე რო ხლა ძალიან ბევრი ფინანსური დახმარება მქონდეს რომელიმე თქვენგანისაგან. მე რო ამას გავცემ. მე მომცა ამან, იმიტომ რომ იმასაც უნდა გავცე და მე რო მეტყვის თვალყურს ხვადენებს სად მიდის ეს ფული. ხო გახმაურდება. ეს იგი თუ ეს არ მოეწონებოდათ ვინც მისცა, ხო მეტყვის სად ახარჯავ ამ ფულს? არა, გავსი შენიშვნა არ იყო. ეკლესიას ფეხზე დააყენა, მოინადირა გული ამ ათეისტმა კაცმა. ხალხის გული მოინადირა ჩარეცხილების, ახალგაზრდებზე არ შეიძლებოდა აღება ამისა. ნახეთ, ეგ იყო მძლავრი, შესწავლილი იყო ძალიან მაღალ დონეზე. ვისი გული მოინადირა ამ კაცმა? გადახედეთ ვისი? პუტჩისტების, ძველი ნაყარ-ნუყარა ჩარეცხილების. მაგრამ ამას გული არ მოუნადირებია ნაცმოძრაობიდან. არ შეიძლებოდა მაგათი მოქთა მოყიდვა? ჯერჯერობით ამას ეს ხალხი ვერ მოისყიდა. ამდენად იმუშავა რა ეს 5 თუ 6 წელიწადი. მერე უკვე როცა უთხრეს მომენტია, აი ახლა მომენტია და გამოდი. და დაიწყე სიარული ზეიდაქვევით. არაფერი არ მოგივა. მართლაც არაფერი არ მოუვიდა. არაფერი არც აურბევიათ, არც კეტებით. ახეთ 26 მაისის სასტიკად გაუსწორდნენ ბურჯანაძესთან. ბიჭო, ამან მიტინგები არ შეკრიბა რამოდე. ვინმე გალახეს? ეს რა იყო? რა მითითება იყო და საიდან იყო ესა? ვინ აჩერებდა სააკაშვილს? სააკაშვილს ცალკე პატრონი ყავდა. ამადაც ცალკე პატრონი. აი ორი პატრონის იმით უკვე ნელ-ნელა აი ესე გადაბარება, ჩანაცვლება და აი ეს რო კონტროლზე იყოს ქვეყანა, არ გამოვიდეს რაღაც კონტროლიდან და აღარ არის კონტროლი, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ პატარა შიდა არეულობა, ფსიქოლოგიური, ეკონომიური ეს პრობლემა არ არის. თავარია თოფი არ გავარდეს მანდ. და ეს მე მგონი აქამდე ეს შესრულდა და კიდე შესრულდება. აწი კი მძიმე ეკონომიკური პირობები იქნება იმის პირობა, რომ ხალხი ბოლოს და ბოლოს უნდა მიხვდეს რაშია საქმე. ჩვენი ბიძინა მე მგონი ეს წელიწად ნახევარი მე ძალიან ფანტაზიათ მეჩვენება წელიწად ნახევარი სტაბილურობა ეს პატარა ქვეყანაში ესეთი რამე არ ხდება. ეს შეიძლება წელიწად ნახევარი თქვათ 300 მილიონიანი იმაში, მაგრამ ასეთ პატარა ქვეყანაში წელიწად ნახევარი გამორიცხეთ. ყველა მოჭიტინი არის. ჭიტინი მიდის ყველა ფეხის ნაბიჯზე. ყველგან ჭორები არის, ყველგან გადის ინფორმაციები. სად უნდა დაიმალოს ეს კაცი? ვერსად ვერ დაიმალება. ეს ვერ გაძლევს, გაზაფხულამდეც კი ეს თავად უკვე შეღაღადებს იმათ, რომ იცი რა, აღარ შემიძლია მე. და ეტყვიან, კაი ხარაშო, მაგრამ ამასობაში შემცვლელი მზადდება. აი ვინ მოვა ამის მერე, ეგაა საინტერესო, ვინ აყავს რუსეთს უფრო მკაცრი, უფრო ძლიერი, უფრო ნებელობითი კაცი. ამან ეს პირველ ეტაპზე შეასრულეს. ისევე როგორც მოსი ასრულებს დავალებას და მერე ღმერთი ცვლის ამას ისუნავინით. ისუნავინი გადადის უკვე ისეთ იმაში გადადის სივრცეში, სადაც უკვე გამუდმებული ომები არის. ამავე დროს ომი გამარჯვებით რომ თავდება იეროხინის აღება და მერე უკვე ამას მოსდევს დამარცხება, საშინელი. ისუნავინი ძალიან ისეთი ბედი არ გუნა ღმერთმა. მოსეს სხვა
იმაში იყო. ესე ყველა ადამიანს თავისი ფუნქცია აქვს. ეს ამოწურა სააკაშვილმა თავისი ფუნქცია, თავი ვერ გაართვა და ამის ახლა მამლაყინწაობა პარლამენტში მე რო უსმენდი, ეს იყო ისეთი ყივილი, დედლები რო გაექცნენ და ეს ისე ყიოდა, ისევ მამალი ვარო. უდედლოდ მამალის ფუნქცია ნულია. და ყივილიც აღარ ისეთი ყინჩა. თუ დედლებში მამალი გინახიათ როგორ ყივის, იმის ხმა სხვანაირი არის. ამაყი რაღაცა ეგ დედალთან არის გასწორებული და ამას გაექცა ყველა დედლები. და ძის ეხლა და ყივის კანდარაზე. პარლამენტში რო ყოყლოჩინათ და დაჭყივლა ერთი. ეს არის საცოდავ მდგომარეობაში. ამან თავისი იმუნიტეტი შეინარჩუნა, ეხლა ჩალიჩობს შეირგოსის, შეიშხაპუნებული დოზებით, იმიტომ რომ ვინც გაამდიდრა ის თხოვს პასუხს, ისევე როგორც მეორე მხარეს. სააკაშვილი გამდიდრებულია დასავლეთის მხრიდან, ივანიშვილი ჩრდილოეთის მხრიდან, რუსეთის მხრიდან. ასე რომ ორივე ჯერჯერობით დამჯერი მოწაფეები არიან. ერთი ამერიკისა, მეორე რუსეთისა. ასე რომ ყველაფერი ისე დამთავრდება, ამიტომ შემოკარგებო რომ ამ ექსპერიმენტი 9 წლიანი ექსპერიმენტი არ გაამართლა და ექსპერიმენტმა აჩვენა რომ რუსეთს ფხიზლად უჭირავს თვალი. მეტი არაფერი საქართველოს რაშვაში აქვს. რის ევროპა, რა ნატო, რა გადავარდაო, რა გადმოვარდაო, ამ ბეყე ხალხით, რა ევროპაში უნდა შეხვიდე, თუ მაგდენი ამერიკელმა არ იცეს, სულ დებილი ყოფილა ამერიკელი. რა ხედავს ამ ტელევიზიით, ამას რო უსმენენ და აი ჭკუა უკვე აღარ უნდა გქონდეს რა და აკვირდით რომ იქ რომელი ელჩი გაძლებდა რამდენი გამოიცვალა უკვე საქართველოს ტენდერმა იცხოვრა მანდ ელჩად. რეგვენებში წარამარო რო გიკაკუნებენ, აღარ გაძინებენ, რა ტკბილად ცხოვრობს ელჩები თელ რიგ ქვეყნებში, ხო? ამერიკის საელჩო არგენტინაში, ამერიკის საელჩო თქვათ, თუნდაც თურქეთში. ტკბილად ზიანეგენი. იმა თავით ფუნქცია დამთავრდა. იქ არავინ არ შედის და არ უკაკუნებს. საელჩოს როგორც საკუთარი სახლი ისე იყო, ოპოზიციონერები ნებისმიერი შევარდებოდა, აბა შეჭილიკინდებოდა. ხან ერთ დეფექტიანი უნდა მიიღო, ხან მეორე დეფექტიანი და დეფექტიანებს საქართველოში რადალევს. დეფექტიანი იყო ყველა ოპოზიციონერი, ხო? ასე რომ ეს მძიმე რეგიონი არის. მიხვდნენ ამერიკელები, არაფერი არ გამოვიდა. არც ქართველების ინტერესი აღარ გაუჩნდა, რომ ამის გულისთვის ღირდეს რუსებთან მაგალითად კონფლიქტში შესვლა. თუ ქართველი გაამართლებდა ღირს მართლაც რუსეთთან შეხვიდე კონფლიქტში, თუნდაც შენ ჯინაზე დავცემ აქ იმას, იმიტომ რომ ეს ერი ჩემია. ჩემთან უნდა ამათ. გამოამჟღავნა ქართველებმა კეთილინება ის რომ დასავლური ღირებული და ამერიკელები უნდა. სულ გინება ისმის ამერიკის შეერთებული შტატები. ამდენად ეს გადაყრილია ეს დასასხევი ჯარი, აი სულ აი ყურა ის ანულირებულია ის ჯარი, ის რაღაცა ეს ქართველი და ჯარი, რამდენჯერ აი ქართველი და ჯარი, აი რა ვინ მოიგონეს სისულელე. ქართველს არც დისციპლინა არ უყვარს, არაფერი არ უყვარს. აი ზარმაცი არის, რა ჯარი, რის ჯარი, ამას ამერიკელები ცხონახავდნენ. ეს გადაყრილი ფულია რა. გადაიყარა. მაგრამ ეს ჩამოიწერება მე. სამაგრო დაჯდა ეს ფული რომ გაეგოთ. რუსეთი ფხიზლად არის თუ მოდუნებული. თუ მოდუნებული რუსეთი უკვე აწყობს შეტევაზე გადადიან პირდაპირ ესენი და პირდაპირ შვაგულში, სამშობლოში ჩაუსვამენ მანდ უკვე აგენტურას. და არაფერი არ გამოდის. ჯერჯერობით შეუვალია რუსეთის ტერიტორია და კიდე დაელოდებიან. ხო? ამათი გაგებით ლაპარაკობ მე. ხო, ბიბლიურად სულხანაერად ხედავ მე სიტუაციებს, მაგრამ ამ პოლიტიკურ სიფრთხეზე უკვე ესე ჩანს და აი ეს დაინახოს კაცმა, ესე იგი აი ცოტა გონევრული სიბეცესთან უნდა გქონდეს ჩვენ საქმე, ვინც ვერ ხედავს. სწორედ ასე და იცი რა არის ევროპაში მივდივართ, ნატოში შევად, ნატოში შესვლა კიდე რა აზრი აქვს ამ ნატოში, საერთოდ არავინ არაფერი არ იცის, როგორც ბიძინამ არ იცოდა არაფერი, ამ დაპირებებს იძლევა, რაც უთხრეს, დაი ყველაფერი თქვი. ეს ახლა კაცო, ბიზნესმენმა არ იცოდეს ის, რასაც იძახის, მე მაგასაც ვერ დამაჯერ. ბიზნესმენი არის ყველაზე რაციონალური, ყველაზე გონევრული და გაბატონებული არის მის ტვინში მათემატიკა. მათ ბიზნესმენი ეკონომიკა, მათემატიკა. აი ეს ამ კაცრად ისეთი მეცნიერებაზე ზის. ამან ეს არ იცოდა ახლა რასაც იძახდა, მაგრამ მას უთხრეს შენ ქართველი ერი, იციან სხვა, შენ ესენი თქვი. თუ ამას არ იტყვი, ვინ აგირჩევს რას ბოდავ? რაც შეიძლება მეტი დაპირებები, თან კიდე რატო დაიჯერებენ რომ შენ ამაში ასულებ მილიარდელი ხარ, შენი ჯიბიდან დადებ. ბოთე ერი ხო, ბოთე არის აგერ და პრობლემა ჩვენი არის ჩვენი ბოთეობა და არა ის ამერიკელები, რუსები. პრობლემა ქართველებს აქვს შიგნით ეს ბოთე ერი არის თავისი რელიგიით, ფილოსოფიით, რავი თუ აქვს ფილოსოფია მაგათ ისე რა უთხარი, ფსიქოლოგიითა და თავისი რაღაცა კრეტინული პატრიოტიზმით. ეს არის მთლიანობაში ბოთე ინფანტილური ერი და სამუშაო აქით უნდა წამართოს ქართველმა. და არა ის დროშები აფრიალოს და მოატყუოს თავი ერთი პოლიტიკური ჯგუფი დამოუკიდებელი გახდა და პროამერიკელი.
ერი გახდა პროამერიკელი? და რო დაიჯერე ახლა ამანა ძღობე გააკეთა და პარლამენტში შეყარა თავის ხალხი სააკაშვილმა დამთავრდა, всё. მორჩა. მაგონებს იმ ფილმიდან რო არის, დაფეხვილ გოგიამ ერთი მიყურებული სოფელია იყო და დამთავრდა, ხო? რევოლუცია ესე იგი. გაიმარჯვეს. დაფეხვილ გოგიამ. ესენიც გავდნენ იმ დაფეხვილ გოგიას, რომ ეგონათ, რომ დამთავრდა, всё, რუსები დამთავრდა. აღარც იფიქროთ. აგე თუ აღარ იფიქრო. და მაგათ დაავიწყდათ, რომ რუსეთს ძალიან დიდი ფესვები აქვს და ერთ-ერთი ფესვი საქართველოში მართლმადიდებლობაა. აბა სცადეთ და ეგ ფესვი მოჭერთ. სცადეთ. ამიტომ სააკაშვილო, რო დაჯექი, გუმბაძე აბობღდი, ჯვარი დაიკიდე, წვერების მოშვებაღა აკდა. ერთხელ კიდე წვერებიანიც იყო ცოტათი. და რა ვიცი, ყველა მღვდელს ლოჩინიდა და ბოლოს ჩოგბჯენში გადავიდა და მაინც ვერ მოიგე იმათი გული, არც ალყბათ არ გიცინოდა, არც ორყბათ და ბიძინას. სულ ხარხარით შეხვდა შიოლანტ ბიჭი. ხარხარით გუგულებივით იჯდნენ პარლამენტში, ნაშებივით დადიოდნენ. გასაგებია ყველაფერი, რა ნათელია ცხადზე უცხადესია ახლა. რას ვიბრმავებთ ახლა, თვალე რას გვეკლაუზნიკები ახლა პარლამენტში ქუთაისში და განან და არის რაღაცა დიპლომატიური თამაშები, ესე საპარლამენტო თამაშობალენგის რა. და ხალხს ცხოვრება უნდა. ცხოვრება კი ლტება. ხომთლიანად. არავინ არ დაძრულა ევროპიდან საწყალი ემიგრანტები, რომლებიც არიან გადახვეწილი მხოლოდ იმისთვის, რომ პური არსობისა იშოვონ. არავინ არ ჩამოსულა ბედნიერ სამშობლოში, რომელსაც ასე უწყალოდ ანადგურება თურმე ეროვნული მოძრაობა. მეგობრებო, ეროვნული მოძრაობა არაფერს არ ანადგურებდა. ეს იყო ამერიკელების მცდელობა ამ დეფექტიან ქვეყანაში რაღაცა შეეტანა და დარწმუნებულიყვნენ ამერიკელები, რომ ჩვენიანი ხარ, თუ ჩვენიანი ხარ, ყველანაირად გამიადვილდება რუსების მოგერიება. თუ შენ ჩემიანი არა ხარ, მე რუსებთან ვერ ვიომებ. ვერც ფსიქოლოგიურად, ვერც დიპლომატიურად და ვერც ფიზიკურად. ეს არის ლოგიკური შედეგი. ესე იგი, ის ცოტახნით გაშვილებული ქართველები გაზულუგდნენ, გააშვილეს რუსება და ეხლა შარვალ-ჩახტილები, ზოგი შვილები, ვინც გააშვილეს, მოსუქებლები გაიქცნენ ისევ მამინაცვლებთან და ეს გაღატაკებულები მშობლიურ მამებთან რუსების სახით დაბრუნდებიან. ეს არის ჩემო კარგებო, სულ ყველაფერი ეს რაც ახლა ხდება და ამას წინ უსწრებდა სწორედ ის, რომ ბიძინა თვითონ არ გამოვიდოდა ასპარეზზე რა. არა. ეს არ გავს იმ კაცს, არც საუბრებში რო უსმენ. არა, ამას ძალიან მაგრა ეს მძიმე სამუშაო ერგო ეს. როგორ ამდენი კი იცის ამ კაცმა რო პირდები, როგორ ეს მესმის ახლა გამსახურდია მარიცოდა. ბიზნესმენი არ იყო, პოეტი კაცი, არსად არ უმუშავია, ზეინკალი ეგ არ იყო, გაჭირვებული ცხოვრებიდან არ გამოვიდა, ეს კაცი გაჭირვებული ცხოვრებიდან არის გამოსული, მატერიასთან ძალიან ახლოს იცის რა არის შრომა, ისიც იცის რომ იოლიგზით ვერ გამდიდრდები. ეს იცის ამ კაცმა, თლათ დებილად არ ჩათვალოთ და დაპირებები და ჭამენ აქ, აბა გადაიხადე, აბა ისა, აბა რა, როგორ ვერ გადაიხდის, არაფერს არ გადაიხდის ეს. ამის მოვლენა ეგ არ არის. ამას არასოდეს შინაგანად ხوارი ხმა, არასოდეს შინაგანად ეგ არ დაპირებია საქართველოს რომ გიშველითო. აიძულეს ბიძინა ეთამაშა ეს როლი. და ეტყვიან და შეაჩერებს. სულ მოკლე ვადებში. და გამზადებული არის 1,200,000 რუსეთში. არიან რიგში ჯოხტაფერიძეები, პაატა შევარდნაძეები, არიან ჯილა ბიჭები. ესე არ არის რუსები ამზადებს კადრებს. კადრები რუსებს აყავს, არა ამერიკელებმა კადრები ვერ მოამზადეს. კურსების გავლა, საკალატოზო და სამალიარო კარგად გამოიყენა სააკაშვილმა. ხო, ამიშენა სულელური შენობები და მიღებ-მოღება თბილისი აზიზას დუქანს დაამსგავსა. ამაში ფულის ხარჯვა არ იყო სწორი. ხალხისთვის შეგეყვარა ამერიკა, ამერიკის პროპაგანდა გაგეკეთებინა, მიიგებაცა წესიერი ცხოვრებისათვის, ნაშებში კი უნდა ჩამჭდარიყო, მოაწყო რაღაც კონკურსი და ვინც კაი ლამაზი ნაშა იყო, ყველა თავის გუნდში ჩარიცხა. ეს ჩემო კარგო, არაფლად არ წაადგებოდა არავის, მაგრამ რა იქნა ამერიკას, რა? მედიოდა დათმობებზე, რა, ვერ ხედავს, რომ აბა სადოს ვინმე ამერიკაში ესეთ რამე გააკეთოს. სხვანაირად როგორ მოქცეულიყო მითხარით ამერიკელები, როგორ? მაგათ შეცდომა გითხარით რა არის? ქრისტიანული არაფლად არ ჩათვალეს მაგ კავკასიის სფეროში ამათი რელიგია რა არის? ამათი რელიგია არის საქართველო და არავით არის ქრისტიანობა. საქართველო არის ღმერთი და არ გინდეს თავიდან ამოუღო ამას? ამას თავიდან მაშინ ამოუღებ, როცა ნამდვილ ცოცხალ ღმერთს გააცნობ ერს. თუ მოწყურებულია ერი ღმერთს, მაშინ საქართველო კი არ არის ღმერთი, არის ღმერთი, რომელთანაც ყველა წავდგებით ერთჩვენიერ დღეს. ეს ამერიკამ იმიტომ არ გააკეთა, რომ ამერიკასაც კრიზისი შეეპარა და ნახეთ სათავეში ვინ აყავთ. ობამა, ბარაკ ჰუსეინ ობამა. მარქსისტი, კომუნისტი,
სოციალისტი და ამასაც თავში ისეთი ჩიტები ყავს, მეტი რო არ შეიძლება, მაგრამ არ მისცეს უფლება ეს ჩიტები აფრიალნებულიყვნენ ბუდე კვერცხებით და დაეჩეკათ. იყო ლოკალიზირებული ეს თავისი ჩიტებით და ბუდებით და ეხლა გააფრენენ. თავის ჩიტებიანად ახლა ნოემბერში უნდა გაფრენდეს ეს. თუ არა და მაშინ ბარტყები უნდა ჩეკოს ამან. სასულ ამერიკის საქმე შავად. ჯერჯერობით ამას ჩვენ ვერ ვხედავთ, იმიტომ რომ ისრაელს ჯერ კიდე ჭირდება გვერდზე პიროვნება. ბიბლია გვეუბნება რომ ერთ ჩვენ დღეს ამას სულ ყველა გადაუდგება. ჯერჯერობით ეს არ ჩანს. ეს ხდება მერე ანტიქრისტეს მოსვლის დროს. აი ეს არის ჩემი შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით და მოკლედ კიდე რომ შევაჯამო, ბიძინა თავისით არ მოქმედებს. ბიძინა არის პროექტი რუსეთის და ემსახურება არეულობას, საბოტაჟს და ამაში ხელს შეუწყობს ნაციონალური მოძრაობა, გათვლილია ყველაფერი ეს, აკოთდება სიტუაციები, აკოთებულ სიტუაციაში არც სააკაშვილს დააბრუნებენ, არც შევარდნაძეს. მოვა სრულიად სხვა ახალი კაცი, ახალი იმეებით და ის მართლაც განახორციელებს იმას, რომ ჩააგდებს იმ წესებში ქვეყანას, რომ დაექვემდებაროს სრულიად აი რუსეთს და დაწყნარდეს რუსებიც ერთხელ და სამუდამოდ და ქართველებმა შეიგონონ, რომ იცი რა, აი შენ ყოფილ ხარ ჩემი მშობელი, მამა, ხო პატრონი, როგორც ვარდენი ეხუტება ამ მიუღებელ სასიცოს ბიჭიკოს. ბოლოს ჩაეხუტება. ამ მდგომარეობაშია ჩვენი საქართველო და ეს გავს ვარდენს, რომელიც ნასვამია, მთვრალია და დაასდევენ აქეთ-იქიდან. იქით ამერიკა, აქეთის და ბოლოს ნახე, რუსი მოდის და ბიჭიკოს ჩაჩუჩულებს. არა, მთვრალი არ არის, ნასვამია, გიჟი არ არის. ნასვამი ყოფილა. საქართველო არ გაგიჟებულა, ნასვამ მდგომარეობაშია და გამოფხიზლებული რუსეთს ჩაეკონება.